ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ უკვე ფაქტობრივად აი ამ ტელეკომპანიის მეშვეობით ხა მე უკვე უფრო დიდი ხანია ვსაუბრობ ამის შესახებ, მაგრამ ტელეკომპანიის სეზონის საშუალებით რასაც ვლაპარაკობთ 3 წელია ფაქტობრივად ყველაფერი ხდება ცხადი და დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რა მოვლენებიც განვითარდებოდა, აი ზუსტად ისე ვითარდება ყველაფერი. ის რომ დასავლეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო ყოველთვის მტრული და იყო მხოლოდ იმ სახით, რომ ჩვენი ჩართვა სურდათ მათ რუსეთთან კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში, სხვა ფუნქცია ჩვენ ქვეყანას არ ენიჭებოდა. აი დღეს გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი, შეხვდა ის უნგრეთის პირველ პირს ორბანს და თქვა, რომ ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში არის უნგრეთი, რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. დანარჩენი ყველა ქვეყნები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მონურ დაქვემდებარებაში. ეს არის ცხადი, ამას უკვე წყალი არ გაუვა. ეხა ამ ვინცაც გონია რომ ამერიკას პრეზიდენტები მართავენ, მან არ იცის ამერიკული პოლიტიკა. ამერიკას მართავს სისტემა. ამერიკას მართავს სისტემა და ეს ამ სისტემას მერე გარკვეულწილად ექვემდებარება ყველა პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც კორექტირება იყოს თვითონ გადაწყვეტილებებში, მაგრამ რა ხაზიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმ ხაზს ექვემდებარება თითეული პრეზიდენტი. თითეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისია არის დაშალოს და დაანგრიოს რუსეთი და მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც გაატარებენ იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან არის გარკვეულ კავშირში და არის რუსეთთან მიახლოებული. და არიან ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან გარკვეულ მეზობლურ, კეთილმეზობლურ და კარგ დამოკიდებულ ის ქვეყნებიც უნდა განადგურდეს. და თუ კი შენ არ ატარებ ამერიკულ დასავლურ პოლიტიკას, მაინც უნდა განადგურდე. და ვინაიდან საქართველოს აირჩია გზა, იმ გზა, რომელიც არ იყო მონური მორჩილების გზა, ჩვენ უკვე ვისჯებით. ეხლა ვიღაცას თუ გონია ეს აქციები, რომელიც უკვე საკმაოდ მცირერიცხოვანია, ეს ყველაფერი ამერიკისგან არ იმართება და დასავლეთისგან არ იმართება, ის არის ბრიყვი. ეხლა ეს ფული საიდან მოდის თქვენ იმ ორგანიზაციებზე, იმ ტელევიზიებზე, საიდან მოდის ეს ფული? რატომ ებძვიან ჩვენ ქვეყანას? რატომ მიდის გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი აი ამ ამაღლობელის პროცესზე? შეიძლება ესეთი რამე სოფლიოში არ არის, რომ პროცესზე მიდიოდე შენ და სოლიდარობას უცხადებდე პოლიციელების შეურაცხყოფელ ადამიანს. ესეთი რამეს არც ერთი ქვეყანა არ მოითმენდა და ამითი რას გვეუბნება გერმანიის და საფრანგეთის ელჩები, თვითონ ეს ქვეყნები. ეხლა გერმანიის ელჩი დამოუკიდებლად ხო არ მოქმედებს ან გვეუბნება გერმანია და საფრანგეთი ეუბნება აი იმ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს. მიდით ესროლეთ პოლიციელებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ დაგიცავთ თქვენ, თუ დაგიჭერენ ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით, მიიღებთ შემდგომში პოლიტიკურ თავშესაფარს ჩვენთან, პრივილეგიებით ისარგებლებთ და ნუ გეშინიათ, არ არის ციხეში გაშვება რაღაცა ტრაგიზმი. დღეს აი ამის დემონსტრირებას ახდენს დასავლეთი ჩვენთან. ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყნები, ეს არის გერმანია, საფრანგეთი, რომლებიც არის ტვინი ევროკავშირის და გული. ესე იგი, ევროკავშირის ტვინი და გული გეუბნება, რომ მიდი ჩამოაგდეთ ეს ხელისუფლება. და მერე გამოდიან ეს ნაძირალა NGO-ები და დასავლეთზე როგორ იძახითო თქვენო რაღაცა ცუცო. ბიჭო, ჩემს რა ქვია მარგინალ ძალებს და ქვეყნის ამაოხრებლებს აფინანსებ. გვერდში უდგეხარ, ჩემთან არ თანამშრომლობ. მოლდოვა, რომელიც არის SNG-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვა, რომელიც კიდე ერთხელ ვიმეორებ, არანაირად არ არის საქართველოსზე წინ, იმას ანიჭებ უპირატესობას. და მე ყველანაირად ვზღუდავ ჩემს ჯარს და შეუწყვიტე დაფინანსება და იმ ჯარის ფული მიძეცი საიებს და მაიებს და იმებს, რა ქვია, ამ საერთაშორისო გამჭვირვალობებს. და აი ამის ფონზე
თქვენ გონიათ რომ ვიღაცები თუ ვერ ხვდებიან ამ ხალხთან ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ყველა არის მოღალატე დღეს, ვინც კი ვერ აზროვნებს, ვერ ხვდება რაც დამართეს უკრაინას, აი ამ თავისი პოლიტიკით, რაც დაგმართეს ჩვენ, როდესაც გაგვინადგურეს მომავალი თაობა. აი საცოდაობაა დღეს ამ ახალგაზრდების ყურება, რომლებიც რუსთაველზე არიან, იგინებიან, ილანძღებიან. აი ხა იმ გოგონებმა რა შვილები უნდა გააჩინონ, ან რა ოჯახები უნდა შექმნან, დაგვიღუპეს, მოგვიკლეს თაობები ამათმა. თავიანთი აი ამ განათლების სისტემაში ჩადებული ნაღმებით. დღეს ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ ომი ავიცილეთ და სწორია ეს ომი ავიცილეთ, მაგრამ იმიტომ რომ ომში მოკვდებოდა ადამიანები, მაგრამ მოგვიკლეს ადამიანები ამ ნაძირლებმა, არა ფიზიკურად, სულიერად მოგვიკლეს თაობა. და დღეს ჩვენ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ის შემდგომი თაობები მაინც გადავარჩინოთ. დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს პრაგმატულ პოლიტიკას იმ მიმართულებით, რომ არ არის დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მონა მორჩილი. მაგრამ ჩვენ პრეტენზიები გვაქვს ხელისუფლებასთან, რომ მან გადადგას ნაბიჯები რუსეთთან მიმართებით. აი, იმიტომაც დაიწყო ეს ხელმოწერების შეგროვება რუსეთთან ურთიერთობების და დიალოგის დაწყების მოთხოვნით, რომ ამის გარდა ჩვენ სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია. და როდესაც შენ ყველა გზა ამოგეწურება და მე მიხვალ ამ რუსეთთან, მე ვერ იქნები წელში გამართული, იმიტომ რომ რუსეთი სხვანაირად შემოქმედავს. შენ როცა ყველა მოარი გითხრა, ეხლა რომ მოხვედი ჩემთან, ეხლა რომ მოხვედი, ეხლა ეს უკვე აღარ არის ისეთი ეფექტური. სანამ ყველა გზა ამოგეწურება, მანამ უნდა მიხვიდე, თორე მე ისეთი პარტნიორული საუბარი აღარ იქნება რუსეთთან. კარგად მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგი წერილი გააგზავნა დონალდ ტრამპის სახელზე. მე ახლა მეცინება ზოგიერთი ქართველი ტრამპისტი, ტრამპის სურათები რო ქონათ გაკრული და ლამის ტრამპი გამოაცხადეს საქართველოს ეროვნულ გმირად. ერთი პერიოდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იყო ასეთ საუბარი. ეხლა ორბანის მიმართ, რა თქმა უნდა, მე ვთქვი და ეხლა ვიმეორებ, რომ დადებითი განწყობები გამაჩნია და სწორია და ეს კაცი არის თავისი ქვეყნის ერთგული. მაგრამ ხო გვახსოვს ეს ორბანი არ იყო სააკაშვილს რო უჭერდა მხარს. ჩვენ იმით კი არ უნდა ავიყვანოთ საში ვიღაცეები, რომ რაღაცა ჩვენზე დადებით სიტყვიან. ჩვენ უნდა გავიყვანოთ საში ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოს აკეთებენ. ორბანი ეხლა აკეთებს თავის ქვეყნისთვის სასარგებლოს, იგივე სხვა ქვეყნის ლიდერები, მაგრამ ხვალ შეიძლება ორბანი სულ სხვანაირად აჭიკჭიკდეს და იგივე სხვა ქვეყნის ლიდერები. ორბანს ეხლა ესე ჭირდება და ის კარგად ვაჭრობს. პოლიტიკაში ვაჭრობა მოსულა, მაგრამ ეს ეროვნული ინტერესების საზიანოდ კი არა, შენი ქვეყნის სასარგებლოდ. და ჩვენ ვერ მივხვდით ერთ რამეს, რომ საქართველოში არავინ არ გადაგიწყვეტ ჩვენ ბედს, კი ხშირად ვიმეორებ მე რომ მოსკოვში წდება მეთქი, მაგრამ ერთხელ თქვა სოლიდარობა მშვიდობისათვის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ფიფიამ რო და ვეთანხმები მას. კი მოსკოვში წდება ბევრ რამეში რაღაცეები, მაგრამ თბილისში წდება ძირითადად. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ იგივე რომ მოსკოვთან მივიდეთ. მოსკოვში წდება, მაგრამ შენ თუ არ გადაწყვიტე თბილისში რომ მოსკოვში წახვიდე. მაშინ რანაირად მოხდება აქ დიალოგი? ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს. კი მოსკოვს აქვს ზაობა, მილიონჯერ გითხრა, მოდი ჩამოდი დავილაპარაკო. შენ ხო უნდა გადაწყვიტო დიალოგი მასთან. აი ხა დღეს ბატონ ირაკლი კობახიძეს კითხეს აი ამ წერილთან დაკავშირებით, რომ რა ხდებაო, აი პასუხობენ თუ არაო ამ წერილთან მიმართებითო. მოგიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. არ უპასუხიათ, თუმცა დუმილის ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი. დუმილი რას გეუბნებათ ბატონო ირაკლი? გეთანხმებიან შეერთებულ შტატებში თქვენი აზრით? მაგას ჩვენთვის განმარტავთ და ბოლომდე დავიწყებთ. როგორ განმარტავთ? ბატონო ირაკლი, სახელმწიფო დეპარტამენტმა მეორე დღეს თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ და მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს ურთიერთობებში. არაერთხელ დაგვისვამს კითხვა. რა უნდა გავაკეთოთ? ხო ამბობენ ამას, რომ იციან რა არის გასაკეთებელი. ვეკითხებით ხოლმე, აბა რა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. რამდენჯერაც ვკითხეთ რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. მაგალითად, ვეღარ გვეუბნებიან, რომ სიტყვაზე გამჭრელობის კანონი უნდა გავაუქმოთ. ხო, რატო ვერ გვეუბნებიან? იმიტომ რომ ახალმა ადმინისტრაციამ თვითონ აღიარა, რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ. ვერ ეუბნებიან, რა უნდა უთხრან ეხლა აი საქართველოს კანონი რატო მიიღე? რომელი კანონიც ამერიკაში მოქმედებს,
რატო საუბრობ, რატო გინდა რაღაცნაირად გარკვეული მქონდეს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, როდესაც თვითონ ამერიკას აქვს გარკვეული სახის ურთიერთობები, კი სანქცია დაადო, მაგრამ მის სტრატეგიულ ინტერესებს რაც ეხება, იმ საკითხებში მაინც თანამშრომლობს. მაგალითად, აი კოსმოსის, ატომური საკითხების, რაღაცა ბირთვული შერეღების და რაღაც სხვა მიმართულებით. ეხლა ჩვენი გადაცემის ათაურს ხედავთ აქ, ხო? დუმილი ყოველთვის თანხმობის ნიშანი არ არის. და ეს დუმილი არის იმის ნიშანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება ჩვენ, რომ დიახ, მე მინდა რომ შენ ჩამოგაგდო. დიახ, მე მინდა რომ შენ გაქციო იმ ქვეყნად, რომელიც იქნება მერე ჩემი მონა მორჩილი. მე მინდა მოვიყვანო ზაღლიშვილები ჩემი ხელისუფლებაში. მე მირჩევნი აი ზაღლიშვილი ნაციონალები მოვიყვანო, ვიდრე შენ იყო ჩემთან. იმიტომ რომ ისინი ყველას ჩემს სურვილს ასრულებენ. აი ეს არის მათი დუმილის ნიშანი. ეხლა ტრამპმა შეცვალა რიტორიკა იმ კუთხით, რომ აღარ გვაგინებენ ესე დეპარტამენტიდან და ელჩი არ გამოხდება ყველა დღე და არ მიდის იმ აქციებზე. შეცვალეს მათ რიტორიკა. მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო. გახსოვთ რა ბაქიბუქობდა ტრამპი, რომ მე ომს გავაჩერებ, მე იმას ვიზამ, მე ამას ვიზამ. აი, ზუსტად როგორც პირველი საპრეზიდენტო მმართველობის დროს იყო, ის იგივე ქმედებები არის. იბაგიბუქა, რა ქვია, იხტუნავა და არაფრით არ დაამთავრა პირველი საპრეზიდენტო თავისი პერიოდი და ეხაც იგივე ხდება. აი ისე დაამთავრებს ის თავის საპრეზიდენტო მმართველობის აი ამ დროს, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებს. და მე მოვა ისევ ის გიჟები. აი ბაიდენისნაირი გიჟები მოვლენ კიდე. და ჩვენ რო სანამ ეს გიჟები მოვლენ, ჯობია მოდი რა დავიჭიროთ თადარიგი. და უსაფრთხოების ქოლგა კონდეს. ეხლა ვიღაცები ლაპარაკობენ, აი რაღაცა რაღაცა შეთანხმება გავაფორმოთ. არავით არის შეთანხმება დღეს თანამედროვე მსოფლიოში აღარ არსებობს. დღეს მოქმედებს ძალის პრინციპი. კაცი გამოდის ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არის დემოკრატიის მამა, დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპების გამტარებელი და კაცი იძახის. მე მინდა კანადა, მე მინდა გრენლანდია, ფეხებზე მკიდია ესენი იქნე. თუ არ წამოვლენ, მოვახჩობ ეკონომიკურად, წავიღებ ამათ და თქვენ მელაპარაკებით, რომ რაღაცა ბლოკებში და რაღაცა შეთანხმებებში ყოფნა არის ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების გარანტი? დღეს მოქმედებს ძალის პრინციპი. ძალა აღმარცხნავსო ქართველებს ნათქვამი რო გვაქვს, დიახ, ძალა აღმარცხნავს, ხარ ძლიერი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ როცა ესეთი პატარა სუსტი ქვეყანა ვართ, უნდა გქონდეს ისეთი მფარველთან ურთიერთობა, რომელიც დაგვიცავს. მე მეცინება ზოგიერთ პატივცემ ნეიტრალური უნდა ვიყოთო. კაცო, ვინ გეუნებ ნეიტრალური რო უნდა იყო, ამაზე მსოფლიო უნდა შეთანხმდეს. ვინ გეკითხება ნეიტრალური იქნები თუ არა? ამაზე ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი უნდა შეთანხმდეს. მე ეხა იმ ფილმი რო არის, რა ქვია, პირველი მერცხალი, წავიდეთ ამერიკაში. რო იძახი, წავიდეთ. მოდი ვიყოთ ნეიტრალური. იყავი, მიდი, აბა იქნები ნეიტრალური? იქნები? ვერ იქნები, იმიტომ რომ მსოფლიო არ შეთანხმებულა ამაზე. ჩემი ოცნებაც არის ისეთი, რომ იყოს ეს ქვეყანა, მაგრამ ვერ მოხდება ეს ესე. ამ რეალობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რუსეთი ვერ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად მისი ტერიტორიების ნაწილი მის დაქვემდებარებაშია, აქით აცხადოს რაღაცა ულტიმატუმები. ჩვენ არ წავალთ, არ დაველა, ვინ არ წახვალ და ნუ წახვალ, აგერ მიიერთებს მი ტერიტორიებს თუ არ წახვალ. მე ვფიქრობ ხელისუფლებამ აი სწორედ ეხლა, როდესაც ამერიკიდან ჩვენ აი ესეთი დუმილის გარკვეული ნიშანი მივიღეთ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს დიალოგი რუსეთთან. და უნდა დაიწყოს საქართველოში კამპანია იმის შესახებ, რომ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, რომ კვლავ განვახლოთ რუსეთთან ურთიერთობები. და ამას ჭირდება დრო. ერთხელ რო იტყვის ხელისუფლება, ესე არ ხდება, ამას მომზადება, ამას შემზადება ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორი ანტირუსული და რუსეთის საწინააღმდეგო გარემო შეიქმნა საქართველოში. მე ეს მაგიონებს 90-იან წლებს. მაშინ ზვიად გამსახურდია, იმიტომ ვერ გადადგა ნაბიჯი SNG-ში შესვლასთან დაკავშირებით, რომ იყოს საშინელი ანტირუსული გარემო.
და მას ეს ნაბიჯი რო გადაედგა, თვითონ ეს ხალხი, რომელიც იდგა მთავრობის სახთან, მას გამოაცხადებდნენ მოღალატედ. და SNG-ში შესვლა რო არ ნიშნავდა საბჭოთა კავშირის ადგენას, ეს მოვლენებმა ცხადყო. და SNG-ში შესვლით ჩვენ ბევრ რამეს ავიცილებდით, იგივე იმ გადატრიალებას ავიცილებდით. და დღეს რუსეთთან ურთიერთობის და დიალოგის დაწყება ნიშნავს, რომ შენ შანსი გიჩნდება ტერიტორიების დაბრუნების, შენ შანსი გიჩნდება შენი ეკონომიკური კეთილდღეობის და რუსეთთან ურთიერთობების არ დაწყება ნიშნავს საქართველოს დაქცევა განადგურებას, საქართველოს დაშლას, საქართველოს საერთოდ გაქრობას. ჩვენ ვიტანთ იმ შეურაცხყოფას, იმ ძახილებს, მოყალატე, მონა, პუტინისტი, იმიტომ ვიტანთ ამას, რომ ჩემი ქვეყნისათვის ყველაფერს ავიტან. და ბევრს ეშინია ამისი. და ჩვენ რახან ამას ვაკეთებთ, იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ვიღაცა რუბლებს გვირიცხავს და დახმარებები მოგვდის. იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ ამ ქვეყანას ეს ჭირდება და ბევრი ამას ვერ აკეთებს, ვერ ბედავს. აი, გამოცხადდა რამდენიმე, კვირის წინ საზეიმოთ ამბასადორში შეიკრიბა ადამიანები, მათ შორის მე თქვენი მონა მორჩილი, რომ ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და დაიწყო და ბევრი ხალხი აწერს ხელს. მე მეგონა, რომ რა პოლიტიკური პარტიები, საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები იტყოდნენ, რომ აი, კარგი პროცესია და ჩვენც უჭერს ხარს. სად არის ეს ხალხი, მაინტერესებს. სად ხარ თქვენ აძირლებო, რუსეთში რომ დადიოდით და ფულები რომ მოგქონდათ, იქა პარტიის ლიდერებს მინდა მივმართო. თქვენ მართლა რუსეთიდან გაზულუქებულო ქონებები რომ დააგროვეთ, ერთი სიტყვა არ უნდა დაასველოთ და არ უნდა თქვათ, რომ დიახ, მე უჭერ ამ პროცესებს, იმიტომ არ უჭერთ, იმიტომ არ გინდათ ამის თქმა, რომ ფული არ მოგდით ეხლა და ფულს ვერ იღებთ. ვიღაცას გონია, რომ ექსკლუზივი არის ამაზე ლაპარაკი. მე ღმერთმა, მე როგორც სააკაშვილის წინააღმდეგ ვიბრძოდი, არავისზე ნაკლებად არანაირი პრივილეგიები არ მიმიღია, არც ეხლა მინდა რაიმე პრივილეგიები იმ ბრძოლის შედეგად, რომელსაც ქვია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. კი ბატონო, თქვენ იყავით, თქვენ გააკეთეთ საქმე, მე ცილში მოვექცევი, საერთოდ მე არაფრისთვის არ ვიბძი და ყველა ის ადამიანები, ვინც იქ შეიკრიბე. საქმე გაკეთდეს, თავარია, საქმე ქვეყანა გადარჩეს. და ეხა უყურებს ეს ხალხი ამ პროცესებს და კაცო, რო გადაწყდება, მე ავდგები, მე შეუერთდები ამ პროცესებს. აი ეს არის ჩვენი მოღალატეობრივი, ლიქნელური ხასიათი. დღეს ქართველი პოლიტიკოსები, პარტიები, ექსპერტები არიან 99% არიან კიკუები. რომლებსაც იცით რა არის, ვით ჩაურიცხავს ფულს, აი იმას ილაპარაკებს. შინაგანად ყველას მიცის, რომ ესე უნდა გააკეთოს, მაგრამ მერე იმედზე ხო არ დაგიძახებენ, ხო არ დაგსვამენ. მერე ხო ბოდიში და იქ საზეიმო ვახშამზე ხო ვერ მოხვდები და რაღაცა პრივილეგიებს ხო არ მიიღებ. თქვენ უპატრონოებო, რა ვახშამზე და რა პრივილეგიებზე ლაპარაკობთ, ქვეყანა გვეკარგება, ქვეყანა.